სტიპენდია ქვეყნის ღალატისთვის ასე გამოიყურება გადაწყვეტილება, რომელიც მაკეინის ინსტიტუტმა მიიღო. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კისინჯერის სტიპენდიანტი გახდა. კოლექტიური ნაცმოძრაობის მოკავშირე ექს-პრეზიდენტი რადიკალების ლობისტი მაკეინის ინსტიტუტის დაფინანსებას უკვე ღიად მიიღებს. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილს უწონებს იმ ნაბიჯებს, რასაც კონსტიტუციის დამრღვევი ექს-პრეზიდენტი ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ ახორციელებდა. განსაკუთრებული შექება ზურაბიშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაღიარებისა და ოპოზიციის მხარდაჭერისათვის დაიმსახურა. სტიპენდიანტის რანგში ზურაბიშვილს მაკეინის ინსტიტუტისაგან კონკრეტული დაკვეთა აქვს ბრძოლის გაგრძელება ახალი არჩევნებისთვის. მან მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობდნენ მანდატებზე. ზურაბიშვილმა გამოხატა მხარდაჭერა დემოკრატიული მოძრაობისადმი და შეუერთდა პროტესტის მოძრაობას. კისინჯერის სტიპენდიანტის რანგში ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკურ გამოცდილებას ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზის გასავლელად თავის ქვეყანაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რადიკალიზმისათვის ყოფილი პრეზიდენტები დაფინანსებას უცხოური ქვეყნებიდან იღებენ. თანამდებობის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ფლეტჩერის სკოლას შეუერთდა, სადაც მრავალდანაშაულში მხილებული ექს-პრეზიდენტი უფროსი სახელმწიფო მოღვაწის სტატუსით დაასაქმეს და ევროპულ მმართველობაზე ლექციებს კითხულობდა. მმართველი გუნდისთვის ეს მორიგი დადასტურებაა იმის, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ქვეყანაში უცხოურ გავლენებს ატარებდა და ქვეყნის გარედან მიღებულ დირექტივებს ასრულებდა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით სალომე ზურაბიშვილი დაფინანსებას იმ ორგანიზაციისაგან მიიღებს, რომელიც საქართველოში ძალადობრივი სცენარების განვითარებას ცდილობდა. ღია მხილება არის თუ რასთან გვაქვს შესაძლებლობა, როცა საუბრობთ ქალბატონი სალომე უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა საქართველოში, ხო? ეს არის ის გზა სტანდარტული, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან. შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილი, როდესაც წავიდა ხელისუფლებიდან, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მისცეს ესე მკვლევარი სტატუსი. რაც შეეხება მაკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს თუ რა როლი ქონდა მას და აქვს ამ არეულობებში, რომელიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათი სცენარი პირდაპირ დაწერილი ქალბატონი ლორა თორნტონის, რომელიც პირდაპირ წერდა, რომ არჩევნები ჩატარდება და რომ აღიარებენ ამას დამკვირვებლებიო, მაინცო პროტესტები უნდა იქნებაო და ამ პროტესტს უნდა დაუჭეროთ ხარიო. შემდეგ გახსოვთ, როგორ იმედგაცრუებული იყო ქალბატონი ლორა თორნტონი, რომ გაკვირვებული იყო, რომ მსხვერპლით როგორ არ დასულდა კი, მაგრამ ეს ძალადობრივი აქციებიო. ნუ ეხა აი ეს არის არ ჯამში კიდე ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე. მაკეინის ინსტიტუტის არაოფიციალური შტატგარეშე თანამშრომელი ყოველთვის იყო სალომე ზურაბიშვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა სათავეში ჩაუდგა გაერთიანებულ ნაცმოძრაობას. ესე იგი, რაღაც გარკვეული ძალები არსებობენ იმის იქით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული ადმინისტრაცია ქვია. აქედან გამომდინარე, ჩვენ კვლავ უნდა ველოდოთ დესტრუქციას, კვლავ უნდა ველოდოთ ცელობებს, რომ აი აქ საქართველოში სისხლი დაიღვაროს და იმ სცენარი განვითარდეს, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული აი მეიდანის სცენარი და უბედურება. მაკეინის ინსტიტუტის ავტორობით ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესები არაერთხელ წახალისდა. ეს ის ორგანიზაცია, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტული დირექტივები მისცა და არეულობის სცენარი ანგარიში დეტალურად გაუწერა. მათ შორის ორგანიზაცია აქტიურად საუბრობდა მსხვერპლის მნიშვნელობაზე და გაკვირვებას გამოთქვამდა იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების დროს არავინ მოუკლავთ.